მოდით ჩაიფიქრეთ პიროვნება და რას გრძნობს ეს ვნახოთ თქვენს მიმართ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს გაითვალისწინეთ. ცნობის მოყვარეობა ჩვენში ადამიანებში ფესვები გადგმულია, ეს ყველამ ვიცით. და ვნახოთ, აბა ეს პიროვნება, რომელიც თქვენს გაინტერესებთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ. თვალში რაც მოხდება, ეს საკუთარი თავის მიმართ უკიდეგანო სიყვარული ნამდვილად არის. როგორც იტყვიან, ჯერ თავო დაათავო, მერე სხვა დანარჩენო. ასეა მისი საქმე. თუმცა მოდი ვთქვათ, საკმაოდ კარგად აბავს მახეებს, მაგრამ მერე თავად ეხვევა თავისავე დაგებულ ხაფანგში. როგორც ჩანს, თქვენთანაც გამოიყენა მსგავსი მეთოდები, მერე კი თავად აღმოჩნდა ნახეთ რაში მიჯაჭვულობაში, რადგან თქვენთან სწორედ მიჯაჭვულობა აქვს. რაღაც ისეთი გაქვთ, რაც მას, როგორ ვთქვა, ციკლავს თქვენთან მიმართებაში, ჩაციკლულია. ძლიერი გრძნობა, რაც თვალშისაცემია, სხვათა შორის, თქვენი დაკარგვის შიშია, მაგრამ რომ მოკლათ, აწამოთ, არ აღიარებს. კარგად ნიღბავს თავის ყველა ემოციას. ირგებს ყინულივით გულგრილის ნიღაბს, რომლის უკანაც შეუძლებელია რაიმე სახის გრძნობა შენიშნოთ. და ამ დროს მტანჯელი ვნებით ითრგუნება. ვნება კი მოგეხსენებათ უდიდესი გრძნობა არის. ეს პიროვნება მუდმივად ეიბრძვის და ეწინააღმდეგება საკუთარ თავსაც, გრძნობებსაც, ცხოვრებასაც და ყველას უკლებლივ. ნდობის პრობლემაც აქვს, არავის არ ენდობა, მათ შორის არც თქვენ. რატომღაც ისიც რა არის, აშინებს, ტყუილი, ღალატი, გონია რომ ვიღაც მოატყუებს, ვიღაც უღალატებს და ეს ყველაფერი გადააქვს საზღვრების დაწესებაში. რეალურად კი მგრძნობიარე სასიამოვნო განცდები აქვს თქვენდამი. დიდი ინტერესი, ეჭვიანობა და მესაკუთრეობაც. ახლა აქ ნამდვილად არ არის შორით ბნელა, შორით კუტომა, მაგრამ ამაღლებული ემოციები ნამდვილად არის თქვენთან. ოღონდ კარგად შეფუთული მისი მხრიდან. აი ესეთი, ვითომ არაფერს ვუგრძნობ დემონსტრირებით. და ამ დროს მისი დიდი კომპლექსი მესაკუთრის კომპლექსია. მას სურს ერთადერთი იყოს ყველგან და ყოველასთვის და მათ შორის განსაკუთრებით თქვენთვისაც. რომეო და ჯულიეტას სიყვარულს ნამდვილად არ აქვს აქ ადგილი, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ანუ გრძნობი, ანუ რეაქციო, ანუ უემოციო დამოკიდებულება მოდის, არა. არ მოდის მისი მხრიდან მსგავსი არაფერი. მე უფრო ვიტყოდი, რომ ურთულესი ხასიათის პიროვნება არის და ცოტა არ იყოს ატრაგედიებს მიდგომებს პირად ურთიერთობებში. აი ბუსპილოდ გადააქცევსო, რომ იტყვიან. განსაკუთრებით ბოლოს მაინც აღვნიშნავ ვნებას და გაუსვავ ხაზს თქვენს მიმართ, რომელიც მას აი უკიდეგანოდ ძლიერი აქვს, თუმცა არა მხოლოდ ვნება, ემოციური კავშირიც თავისთავად, რაღაცნაირი სინაზე, სიფაქიზე, თბილი და ალერსიანი დამოკიდებულება, ოღონდ ყინულივით, ცივი გამოვლინების მიღმა. ამასაც ნიჭი უნდა. წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. პირადი კითხვები WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ 557-16-73-53. ოღონდ გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და ყველას კი პასუხებთ.